დღეს მე სტუმრად მყავს გოგონა, რომელიც არის სპორტსმენი, ტელეწამყვანი და კიდევ ერთ მინიშნებას გეტყვით, რომ ოჯახში ელოდებიან უკვე მეოთხე შვილს, გოგონას. აბა თუ გამოიცნობთ ვინ არის, დელფი საჩუქრად გადასცემს 200 ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს. აი, მეგობრებო, შემოსვლისთანავე დავინახეთ დუნას მანქანის სავარძელი, რომელიც თან ეტლიც არის და ძალიან კომფორტულია მისი გამოყენება. გარაჟთან დგას უკვე და ეხლა წავედით, უნდა შევხვდეთ. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხარ? ირანა, როგორ ხარ? შენ როგორ ნახე სიყვარელია? აი შენ კეთილ მიკროფონს მოგცე. კი ბატონო, გამარჯობა. კარგად. ნახე დუნას ველოსიპედით საინობს. ხო, ეს ჩვენი. რაღაცა გვითხრა. აბა რას გვეუბნები? კამერა მოწონს და. ილია როგორ ხარ? ილია. ვინ მოვიდა? აბა კეთილი როგორ ხარ? მე ერთი. ხო. კარგად ვართ და კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენ სახში, ხო ილია? ეს ველოედრი ძალიან გვიყვარს. შეგებ დავუბან ხოლმე, ესეთი ტრადიცია გვაქვს უკვე დილას სანამ ისა უზმებს. ამით გავდივართ გარეთ. თან ახალი მოდელია და ისეთი კომფორტულია ეს ჩანთა რო აქვს უკან მაღაზიაში რომ მივდივართ თან რაღაცა რა უნდა წამოვიღოთ, წავიღოთ და ასე შემდეგ. ყველაფერი რბილიც არის და ყველაზე კარგი რაც არის გამოიყენება 3 წლამდე. ხო, 3-მდე? 3-მდე გამოიყენება, გადაკეთდება. ხო და აქ ინახავს ილია ყველაფერს. ეხა არ გვაქვს სოსკა, მაგრამ ილია ჩადი აბა მიკროფონი შენ უჯრაში. ამოვედით მოკლედ. კამერიანი ბიჭი იქ იქნება ილია. ყოლელია. მოდი, დავიხადოთ. მოემზადე ახლა საუზმისთვის. ეს არის ილიას სათამაშო Baby Yoda. გამარჯობა. მოგწონს? კიდე იცი როგორ უყვარს გართობა? დასვითი ნანო. ილია, გაკატავთ პირსახოთზე შენ და Baby Yoda? ანჯერ გაჩვენებს, გაგაცნოთ. მე მგონი Baby Yoda. გინდა გაკატავთ პირსახოთზე ილია შენ და Baby Yoda? მომავალი ან ტელეწამყვანი იქნება, ანუ მსახიობი იქნება შეიძლება. აჩვენე ლომი სად ყავს შენ? აი. ვაუ! როგორ აკეთებს ლომი? ლომი როგორ შვება? შეშია. აი. ეგრე აკეთებს ლომი. აბა მაჩვენეთ პირსახოთით როგორ თამაშობ. წამო. ილი არ გაკატავ პირსახოთზე ეს. ნახე დედას რა აქვს ილია, შეხედე. წავედი. ეს შეგვიძლია 20 წუთი გადაბმულით ვიკატავთ. მოდი დავემალოთ გარდაში. მოდი ეხა თინანოს დავემალოთ ხოლმე სულ. დედა სად არის ილია? სად არის? მე ახლა ჩავსვავ ილია შენს Baby Yoda-ს მიმა მუნში. ჩაჯდა. ეს კამი რო არ გქონდეს არ ვიცი. გაგუშველებოდა. ჩვენს გვინდა. მოდით, კი ბატონო, მოდით. ჩავჯდეთ? ეცადე არ დააჭრე Baby Yoda-ს. ახლა გადაღებები. ოღონდ ყველას არ მოკიდო ხელი. თინანოც ხო უნდა დავპატიჟოთ კიტრზე. მყარკვებაზე როდიდან გადავედით, ეგ გვაინტერესებს, იმიტომ რომ მადლობა. საუზმობთ სადღაც ესე 10-მდე, აი როგორ მოითხოვს. და პირველი საუზმე ეს არის ფაფა. ფაფას ვთქვით, რომ აი რაც გვაქვს უშაქროებია, ხილის ხარჯზე თუ არის ოდნავ თბილი და რადგან ბუნებრივ კვებაზე იყო რაღაცა მაქსიმუმ ალბათ 2 თვე, 2-3 თვე, მალე გადავედით ხელოვნურ ცეცხლადია, მალევე გადავედით უკვე ისეთ საკვებზე, მყარ საკვებზეც და ვცდილობ არ დავუბლენდერო, არ ვიცი, შეიძლება იმიტომ რომ უკვე ნუ აი ჯამში მესამე ბავშვია ჩემთვის მეორე, უფრო თამამად ვართ და აი კიტრსაც არ ვუთლი, ხო, პირდაპირ ხო. და რა ვიცი, მადლობა ღმერთს, ყველაფერი ჯერჯერობით კარგად და
ვაჭმევთ ყველაფერს, უყვარს ძალიან ხორცი, ქათამი, ძროხის ხორცი, თევზი, აი დაცու ქუცმაცებულსაზე უფრო თუ დაბლენდერებულს? ხან ისე, ხან ესე, აი მაგალითად გუფთა ბულგარულთან ერთად დავუბლენდერებ ცოტას. ეხლა უკვე ყველა ვიცით, რომ ილია იკვებება მიმამუნის სკამში. რამდენად კომფორტული არის, გამოცდილებიდან გამომდინარე მაინტერესებს. რამდენად მოგწონს, ის სახლის ინტერიერს აშკარად უხდება. მე პირადად ძალიან მომწონს. მეც მე ვიზუალურად ამაზე შერჩევისას. მინდა რა შენი რეკომენდაცია. გაუმარჯოს. ბახ. ეს კამი რო არ გქონდეს, არ ვიცი, მართლა ძალიან დიდი კომფორტი არის, მარტო მაშინ არა, როცა ჭამს ილია, აი მაგალითად შეგვიძლია მოვწიოთ და ჩვენ როცა სადილოთან ვახშნოთ, ეკჩენია. სულ რო არ ჭამდეს, ხო, შეუძლია რომ შვიდა წყნარა დაждდეს, იმიტომ რომ შემაღლებულია ზემოდან ხედავს ყველაფერს და ჩერდება ამ სკამში ძალიან კარგად. ნუ გარდა ამისა, ანასტასია მიცის ხოლმე პერფორმანსს რო გამართავს, იქ მაგალითად რო დავსვათ, ცოტა არაუსაფრთხო, ხო, შეიძლება ჩამოსრიალდეს, შეიძლება რაღაცა გადმოგორდეს და აქ უყვარს ჯდომა და რაღაცა აქედან კარგად უყურებს ხოლმე სცენაზე რა ხდება, ასე თქვაც და მოკლედ ეს კამი ძალიან კომფორტულია, ძალიან დიდი მის მოგვანიჭა ჩვენ კომფორტი და ნუ დროის ეკონომიაც აი რაღაცას რო ვაკეთებ ხოლმე შემოვატრიალებ აქეთ მიყურებს და რა თქმა უნდა უფრო წყნარად და მშვიდად არის ვიდრე ვერ მხედავდეს ან დადიოდეს და ქვემოდან რო ვერ ხედავ რა ხდება. სკამით ძალიან კმაყოფილები ვართ. კარგი, უკვე მესამე ბავშვს ელოდები ქეთი და ესეთი რა მაინტერესებს, რა განსხვავება პირველ ბავშვის მოლოდინსა და იმ მესამე ბავშვის მოლოდინს შორის? პირველი ბავშვი როცა გავაჩინა 21-ის ვიყავი და რაღაცა შერეული და არეული შეგრძნებები მქონდა, ვერ ხვდებოდი კიდე აი ამ მთელ სიტყვას და ყველაფერს, რაც 35-36 წლის ასაკში გრძნობს დედა და ეხლა ამაში ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ის სხვა პერიოდია, ჯერ კიდევ მე თვითონაც ნაწილობრივ ბავშვი ვიყავი და რაღაცნაირად აი ცხოვრებაში მოვდიოდი გონზე, ასე ვთქვათ, აი რა ხდება რამი და ეხლა სულ სხვანაირია ყველაფერი და თან ბევრად გამარტივებულია, აი თამამაჩემილია ვთქვა, ეხლა ყველაფერი 14 წლის წინანდელ პირობებთან შედარებით. გინდაც სკამი, გინდაც ეტლი, გინდაც ყავის აპარატი რო გვაქვს ჩვენ, ახლა ესეთი უკვე არის ხელოვნური რძის მოსამზადებელი და ღამე ერთი ხელის დაჭერით მზად არის ყველაფერი. ხო, უფრო მარტივია. მაგრამ აი სიტყვას რაც შეეხება და ამ რაღაცა ბედნიერებას, ხო, რა თქმა უნდა, სხვადასხვა და ეხლა თან კიდე ძალიან გვაინტერესებს როგორი იქნება ორივე ერთად რო გაიზრდება, წელიწადნახევარი იქნება შუალედი და ჩვენ გვინდოდა ძალიან რომ ილიას ყოლოდა კიდევ თანატოლი დაანძმა, იმიტომ რომ ანასტასია და ნიკოლოზი უკვე დიდები არიან, 15-14 ხდება ანასტასია ეხლა და ასაკში რომ დიდი სხვაობა არის, დილას თუ ნახავს სკოლაში რომ მიდიან ბავშვებს და აი საღამოს ისიც მე აი ცოტა ხანი და ყველა თავის ოთახში, იმიტომ რომ გაკვეთილები, იმიტომ რომ მეგობრები, იქ რაღაცა უნდა დაურეკონ ონლაინ ერთმანეთს და ასე შემდეგ და ორნი რო იქნებიან, უკვე გაართობენ ერთმანეთს და ერთად გაიზრდებიან. თან მე მყავს და 1 წელია ჩვენში სხვაობა და ნუ აი მე ჩემი დის გარეშე არ ვიცი ალბათ ნახევარი რაც გამაჩნია და ამდენს ვერ მივახწერდი ნამდვილად, იმიტომ რომ აი ჩემი აი საყრდენია და დამხმარე. და ამოვიდეთ. შეგვიძლია მე ჩემი ფიქრები ჩავფერხო. აბა, ძალიან ბევრი დედა მეკითხება პროდუქციასთან დაკავშირებით, აი რა რამდენი რაღაც გქონდა და მართლა ყველაფერი დაგჭირდა, ყველაფერი გამოიყენე. ყველაფერი არ გამომიყენებია და მაქვს ჩამონათვალი. პირველ რიგში, რასაც აი ყველას ვურჩევ და ჩვენც გვექნება და გამოვიყენებთ, ეს არის ქარსითი დუნა, რომელიც კეთილდება ეტლად, იმიტომ რომ ილია იყო მარტში დაიბადა, ანუ ჯერ კიდე ციოდა მაგ დროს პედიატრთან დადიხარ ყოველ 2 კვირაში ერთხელ, მერე თვეში ერთხელ და აი ანასტასიაზე მახსოვს ეს პრობლემა, რომ გადმოიყვანე მანქანიდან, გაეღვიძა ხელში და ეს დუნა არის, აი სუპერ კომფორტი. მანქანაში ძინავს, ასევე გადმოვიყვანეთ, თავისივე ბორბლები გამოვიდა, შევასწრიალე პედიატრთან და ისევ ქარსითად გადაიქცა. ეს არის აი ძალიან დიდი კომფორტი, ყველას ვურჩევ და ჩვენც გვაქვს დუნა, ქარსითი. ეტლი, მიმას ეტლი, ჩასაწოლი რომელიც არის, უბრალოდ ვიცი რომ ეგ კორექცია აღარ, უბრალოდ ეს ხაზი აღარ გამოვა და ახლა სხვა გამოუშვა და ერთადერთი რასაც მიმა ხარს აი ვუსურვებდი რომ ყოფილიყო რომ როცა ბავშვი ძინავს ფეხები გამართოს და ეხლა ვნახე რომ ახალს აქვს ზუსტად ეგ ფუნქცია რომ ფეხებს ბოლომდე გამართოს. ეხლა რატო არის ჩვენთვის კიდევ ეს ძალიან მნიშვნელოვანი? ნუ ილია მთელი ზამთარი გაატარა გარეთ, ეძინა დღეში 2 საათი გარეთ, ეზოში, ეტლში.
სახში ძიძინებს, მაგრამ ნუ აი ბევრად უფრო ხანმოკლეა ძილის პერიოდი. და არ მიხარია, რომ აი ეს შემდეგი ვერსია, რაც გამოვიდა ახალი მიმას ეტლი, ხო, იმას ფეხები ეჭიმება. ეზრდება და ეკნება. ხო, ეს ეტლი არის, ბოდიში აღარ დავამთავრე, ეს ეტლი არის, რასაც ასევე ყველას ვურჩევ. თავიდან სხვა შორის მე მეუბნებოდნენ, რომ ძიმეა, გადასადგილებლად, აი არ გამოგადგება. კომფორტულია ჩემთვის ძალიან ჩქარ-ჩქარა ვკეცავ, ვშლი, იმიტომ რომ წვენიდან ჩავდივართ ხოლმე ხშირად კვებით, ნუ პედიატრი იქნება თუ დედა-ჩემთან მივდივართ. բայց მე გადასადგილებლად არ მიშლის, ძალიან კომფორტულია. იმ ძიმეს და მსუბუქს შორის ის განსხვავება არის, რომ ამორტიზირება ძიმე ეტლს უფრო ბევრად კარგი აქვს. ხო. და მსუბუქ ეტლში ბავშვი ძალიან დისკომფორტს. დედა კომფორტულად არის, რადგან მსუბუქი ეტლი აქვს, მე მსუბუქი მქონდა. კომფორტულად ვიყავი, მაგრამ სულ ოდნავ მაინც თუ არეული გზა შემდგებოდა, ბავშვი ძალიან დისკომფორტს იცნობდა თავს. ამიტომ ეგ უნდა გააკეთო, რა გირჩევნია, როგორ გირჩევნია და ნამდვილად ასეა, ნამდვილად გეთანხმები. და ნუ ასევე ხო, კიდევ რაც ძალიან კომფორტული იყო. ვერაზე ვიყავით მაგ დროს ილია რომ ერთი თვის იყო ან ორი თვის. ეს არის იტალიური ბრენდი ქამის საწოლი, ეხლა აქ არ არის, იმიტომ რომ ვერაზე გვაქვს და ეგეც ძალიან კომფორტული იყო. ფაქტიურად მარტო დარჩენის პერიოდი აღარ არის არც რთული და არც საშიში. თან ისე კარგად სრიალებს ჩუმად და ყველაფრის გარეშე. უნდა ვთქვათ ისეთი პროდუქტი, რომელიც თუნდაც ანასტასიას დროს, ან ილიას დროს აი ვერ მივხვდი რა შეგჭირდებოდა, არ გამოგიყენებია და მომავალში არაპირებ რომ შეიძინო. თუ არის ეგეთი საბავშვო, თუ გახსენდა. საბავშვო ესეთი? რაც ჩათვალე რომ უბრალოდ არ იყო საჭირო. მაგრამ თან ინდივიდუალურია, ხა ვიღაცას უფრო სჭირდება. ხო, ინდივიდუალურია. შეიძლება რაღაცა რასაც ანასტასია ვერ არ დაინტერესა იმან, ილიას მოეწონოს. არ ვიცი, არ მახსენდება ეხლა ესეთი არაფერი, მაგრამ ნუ ერთი რასაც მივხვდი, აი ხა ილიას აქვს ცოტა სათამაშო, აი ხო, ეს არის სულ რაც გვაქვს. მომიტანე ბურთი და აგიგდებ და შენ დაარტყი. მიდი ბურთი მომიტანე. აი პატარა ბურთი მომიტანე, მიდი თუ გინდა. აი თან ისიც ვუცვლი ხოლმე რაღაც 10 სათამაშო ეხლა აქ გვიდევს, 10 საკუჭნაოში. მე ჩავანაცვლებს და ხო და მაინტერესებს ახლა ორსულობის პერიოდში სატყიდულობ ტანსაცმელს. ვერსად ვერ ვყიდულობ ორსულობისთვის ტანსაცმელს და ძალიან ჭირს, აი საქართველოში ძალიან წუხვა, რომ არც ერთი მაღაზია არ არის ორსულებისთვის კონკრეტულად და თუ სადმე რამე განყოფილება არის, აი ესეთი კურიოზული ამბავი დავიმართა ახლა ილიას შემდეგ რაც მქონდა ყველაფერი, ნუ გავაჩუქე, ვისაც ეს ჭირდებოდა, იმიტომ რომ მართლა სანთლით საძებნელი არის, მით უმეტეს ზამთარში, რომ თბილად იყო და არ მოგიჭიროს. ხო და ნუ რაღაც უცებ რო დადგა ეს მეორე ორსულობაც, წავედი ამ H&M-ში, მიხარია რომ ეგ საორსულო განყოფილება, ეხლა რაღაცა ელემენტარულს მაინც ვიყიდი და დავხვდოს უკაცის ტანსაცმელი და სად არის თქო ეს განყოფილება? არ იყიდებოდაო და აქ აღარ გვაქო. მარტო ის პოინტში დარჩაო. ვაიმე, ხო და ყველაზე მეტად ის მიჭირს, რომ აი ახლა მაგალითად მალე ევროპის ჩემპიონატზე უნდა წავიდე, სადაც უნდა ვიმსაჯო, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, იქ არის რა თქმა უნდა დრეს-კოდი და მუქი ლურჯი კოსტიუმი უნდა იყოს და ან მართლა მთელი თბილისი შემოვიარე და არცად არ არის კლასიკური შარვანი, უბრალოდ რეზინზე, აი თუნდაც XL ან L ვიყავი ვაიკიკიშიც. სხვა შორის ერთი ქვედა ბოლო რაღაცა ვიპოვე წელვადი ორსულების განყოფილებაში. კიდე, ნუ ესე ძირითადად ვყიდულობ დიდებს და მე ჩვენთან საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვთხოვ ხოლმე ჩვენს გარდერობს, რომ ჩაგვიკერონ და ხო, აი ძალიან წვალო. ილიასთვის ავტყიდულობ ტანსაცმელს. ილიასთვის წერდა ყველგან ალბათ. იცი არის, ნუ იმდეს გჩუქნიან, რომ ფაქტიურად არ ყიდულობთ, მაგრამ აი ძირითადად ეს არის Zara, H&M, Petit Bateau, ძალიან მომწონს Petit Bateau-ს ხარისხი. ხო, როგორც ყველა. ხო, და აი ეს სამი მაღაზია არის ძირითადად. და ხო უფრო უყვარს აი შევამჩნია ნაქსოვი ტანსაცმელი, რაც მარტივად აი სულ უყვარს ესე ძრომიანი ტალახში, წვიმაში. ხო, ჩვენ რაღაც არ ვუშლით ვაგორავებთ ხოლმე. არ მეც ეგრე ვიყავი. და სხვათა შორის ესე გამოვჩდები კამერაში მეც. კეთი მითხრა რომ ტემ უნდა გამოვწერა, ეხლა რაღაცაებია და იმედია ინსტაგრამზე გაგვიზიარებ. ვაიმე, კი, აუცილებლად, აბარა, იმიტომ რომ არ არსებობს, რომ ყოველ დღე ვინმე არ მომწონს სატყიდულობ საორსულო ტანსაცმელს, სატყიდულობ ან რაღაცა ეთერში რო შევდივარ ხოლმე და ნუ გავსთორავ რაღაცას, ვაიმე ეს ორსულსაც რო გერგება, სად იყიდე და
აი ხა ესეც XL-ის შარვალი მაცვია, ზარასი. წავედით ახლა დავაძინოთ ილია. წავიდეთ გარეთ, წამო ილუშკა. ეს ველოსიპედი და ეს მიმა სულ ქვემოთ გვაქვს ხოლმე და ამას სახლში აქვს ადგილი, იმიტომ რომ როგორც გითხარით, გარეთ ხო ძინავს, ხო და ეს რო გაისეირნებს ხოლმე და დაიხლება და რო შემოვიყვანთ ხოლმე ეტლში ჩავაწვენთ, ეს ეტლი სახლში თბება და ღუნღულაში რო ჩაწვევა ხოლმე, ეგრევე ითიშება მომენტალურად. საწახვედი, შენი მიმა. ეხლა არ დაიძინებს, იმიტომ რომ სტუმრები ყავს. ხო, რა დააძინებს ახლა ესეთი ლუკა და თინანო მოვიდნენ. მოდი, უბრალოდ ჩაჯექი, აი, უბრალოდ ჩაჯექი. ილუშკა, ციყვები სად არიან, ანახე აბა? აი, ნახე ფეხიც რო წამ. კი, ეს მაგის საყვარელი პოზა აქ გადმოდებს ფეხს და ძალიან კომფორტულად გძნობს. კი. აქ უყვარს ხოლმე დილაობით ესე გამოვალთ და იქიდან ციყვები მორბიან ხოლმე ესე. ეხლა მივდივართ კახეთში 2 ღამით და არ ვიცი, პირველად გაგვყავს ილიაც ესე ქალაქ გარეთ და არ ვიცი რომელი ეტლი უნდა წავიღო, ის პატარა თუ ეს ფაქტურად მისი საწოლი, იმიტომ რომ პატარათი კომფორტულად გაისეირნებდა მსუბუქად. ხო, ძალიან მარტივია, მეც კი ვწევ ახლა ურსულობაში და უბრალოდ ამაში არ იძინებს. ხო, აქ არ იძინებს და აქ ითიშება 2 საათით. აი, უკვე ნახე ძილის პოზა მიიღო. ხო. აი, ნახე მართლა მე მგონი უკვე ოპა. აპირებს. არა, მეგონა რომ მე ესე გადავაწვე. სტუმრებს არ დაგხვტოვებდა. არა, ეხლა არ გაძინებ ილია, ვიცი რომ ხა სტუმრები რო არიან, შენ გაინტერესებს და არ დავიცინოთ ჩე. რომ მოგვიტანეს ველოსიპედი, აწყო ანასტასია, მაი ზუსტად 10 წამში. ხო, დუნოს ველოსიპედი, ისეთი მარტივი ასაწყობი არის და ნუ დასაშლელიც, იმიტომ რომ ხო, ეგ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე თუ ბავშვი მიჭირავს, ბავშვმა უნდა გაშალოს ან აწყოს ეტლი და მოკლედ ამ მიმას ძალიან დიდი კომფორტი აქვს და დუნას, რომ ძალიან მარტივად იწყობა და იშლება. მე ამეტლით რა. ეს ნახე ძალიან კარგია ეხა რომ ზეროც ანათებს თითქმის ბოლომდე. შენ უკვე ეგრე გიცნობენ. მე მეუბნებიან ხოლმე, აი ეს მიმაში რო იყავი, აი ეს გოგო ეტლებს რო ხსნის, უკვე გიცნობენ რომ აი ეს ასოცირდები ეტლებთან, როგორც მრავალშვილიანი დედა, მეც რატომ ვიყავს მეგონა რომ 3-4 ბავშვი ყავდა. ვაიმე. ეხა ილიას უკვე ეძინება, ამიტომ დავემშვიდობები, კარგად. მაგრამ კიდე მოდით, ხო? აი ნახე, უკვე შეხედე. ჩვენ მოვალთ. ეხა შენ უნდა მოხვიდე. უნდა შეარჩიო მიმას ახალი ეტლი კრეო. მაინტერესებს რა ფერი შეარჩევ. უკვე მე მგონი ვიცი უკვე რა ფერიც მინდა. ძალიან მომწონს შავი და წითელი ჩასაჯდომი რომ აქვს. ხო, ძალიან. რაღაცა ძალიან მომწონს ეგ ფერი, ხო? კი ბატონო და მე რა უკვე ისე მეგასტუმრები მაინტერესებს ეს ბიჭი რომ გაზდილი იქნება და ჩვენი გოგო რომ ცოტა ისე გაჩნდება, ხო? მაგდროს გასტუმრები. კი ბატონო, უკვე ძალიან დიდი გარაჟით დაგხვდებით აქ ეტლების. და იცადე მე კიტრი მაჭამე. კი, ვიმუშავებთ ჩვენ იმაზე. აბა დიდი მადლობა. კარგად. ლუკა კადრს მიიღმა ილიას ძალიან შეუყვარდი.